ჩვენ როცა ლოცულობთ, რასაც აი მე სუგეუნებით, გონიერი ლოცვა, ლოცვის ტექსტების კითხვა, მრავალ თქვენთაგანი ვერ დავძარი დღემდე, ვერ დავძარი. პრინციპულად ესე იგი ტა უკაცრავად აი ესე არაკრაკებს ამ არაფერი გამოგივათ, წარმოგიდგენიათ, აი რომელიმე თქვენთაგანმა წარმოედგინოს, აი უცებ ღვთის გამოცხადების ღირსი გახდე. და ეხლა გინდა რაღაც უთხრა და მაცალე აიღე და დაიწყე. წარმოგიდგენია. ხო ხდებით რომ აბსურდამდე დავდივართ. ეს, რასაც თქვენ აკეთებთ, არის პირველი ნაბიჯი დისციპლინისა, ცნობიერების ჩამოყალიბებისა, ქრისტოცენტრული აზროვნებაში მყოფობის. ხოლო შემდგომი ეტაპი არის ამ ყველაფრის გაცოცხლებისა, რომელსაც გონიერი ლოცვა ქვია, რომლის გასაღების იესოს ლოცვა. როცა თქვენ ის კი არა გაქვთ წესად, რომ აი აქედან აქამდე უნდა წავიკითხო, თორე დავიღუპე. არა, არამედ როცა თქვენ თითოეულ სიტყვას აქვს უდიდესი დატვირთვა და თითოეული სიტყვა ლოცვისა ხდება თქვენი პირადი ტკივილიანი სათხოვარი და საჭიროება, რომ ღმერთს უთხრა. და ეს ტექსტი რომ ამგვარად იქცეს, ამას ჭირდება თავისი სწორი სლა და რომელსაც მე მუდამ გასწავლით და თქვენ მუდამ ეწინააღმდეგებით და ტკეპნით ერთ ადგილს, ისე მე თქვენ ერთად ტკეპნით კაცმარო თქვას, ასე ვტკეპნით ერთ ადგილს და წინ ვერ მივდივართ, იმიტომ რომ არ გაგვიცოცხლებია ეს. იმიტომ რომ ნამდვილი ლოცვა არის იქ, რასაც პავლე მოციქული ამბობს. როცა ჩვენ კი არ ვლოცულობთ, უпроსორად ჩვენ ვლოცულობთ, ოღონ აი უნისონში შენ და სული წმინდა, აი გვერდში რომ ამოგიდგება ყოვლის შემძლე სული წმინდა ღმერთი და აი გვერდში ამომიდგება და თეოდორი, აბა მოდი, აი, აბა, ჩემთან ერთად დაიწყე, ჩემთან ერთად, აი ესე. და ნახეთ, ესე ამბობს პავლე მოციქული, მიგიღებიე სული იგი შვილებისაი, რომლით, ანუ ამ სული წმინდაზეა საუბარი, რომლით ვღაღადებთ აბა, მამაო, ანუ ეს ნიშნავს მამაო,